რამდენად რეალისტურია პარტიების ეკონომიკური დაპირებები, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრობ დღეს ჩვენს გადაცემაში. გურამ ბააკაშვილი GeoCase-ის ეკონომიკური მიმართულების მკვლევარია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით გურამ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანუ პარტიების ასე ვთქვათ, საარჩევნო დაპირებების ეკონომიკური ანალიზი, ანუ მითი თუ რეალობა. შესაძლებელია ამ ყველაფრის შესრულება გონივრულ ვადებში, იმიტომ რომ ქართული ოცნება სპირდება ასე ოქროს მთებს ამომრჩევლს ახლა უკვე 2030 წლისთვის. თუ ეს არის უბრალოდ ასე ვთქვათ არარეალისტური, ხმამაღალი დაპირებები ამომრჩევლის გულის მოსაგებად. თქვენ მართლაც კოლოსალური სამუშაო გაწიეთ ამ თვალსაზრისით და ძალიან საინტერესოა რას ეთყოდით თითოეული აი ამ ხმამაღალი დაპირების შესახებ ამომრჩევლს. განსაკუთრებით მათ, ვინცაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თუ რომელი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მისცემს თავის ერთადერთ ამომრჩევლის ხმას. მოგესალმებით, ემა. პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და მადლობა აღნიშნული თემით დაინტერესებისთვის, რაც არა მარტო ჩემი, არამედ ჩვენი ანალიტიკური ცენტრის GeoCase-ის აზრით საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ამასთან სურს ასევე აღნიშნო, რომ პალიტრაში არა მარტო თქვენს გადაცემაში პირველად ვიმყოფები და სურს ასევე დიდი პატივისცემა გამოხატა თქვენ მიმართ, თქვენი გადაცემების მიმართ. მადლობა. რომ გადავიდეთ კონკრეტულად ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოზე, მოგეხსენებათ, რომ პირველი ნაწილი უკვე გამოცემული არის, რამოდენიმე ნაწილად არის, კონკრეტულად 3 ნაწილად გამოიცემა მიმდინარე ანალიტიკა საარჩევნო სუბიექტების ეკონომიკური პროგრამის ეკონომიკური მიმართულების ანალიზის. პირველი ნაწილი გამოიცა, მეორე ნაწილი და მესამე დაახლოებით 20 რიცხვამდე უკვე გამოიცემა. შესაბამისად, რომ გადავიდეთ კონკრეტულად, ანუ იმ პირველი ნაწილის მონახაზზე და შეჯამებაზე, რომელიც უკვე გამოცემული გვაქვს, მიმოვიხილეთ ორი პარტიის საარჩევნო პროგრამა. პირველი იყო კოალიცია ცვლილებებისთვის, ხოლო მეორე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა. პირველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რაღაც გარკვეული საარჩევნო პროგრამა თუ პროგრამის მონახაზი მათ გააცნეს საკუთარ ამომრჩეველს, ჯერ-ჯერ მაშინ, როდესაც ჩვენ მოვიკვლიეთ და ჩვენ ჩავატარეთ ანალიზი, არ ჰქონდათ გამოქვეყნებული, რაც თავის მხრივ არ წარმოადგენს ჩვენთვის, უпростоრად წარმოადგენს საკმაოდ ესეთ საინტერესო მოცემულობას იმ კუთხით, რომ ქვეყანაში სადაც დეფიციტი არის ერთი მხრივ მსგავსი სახის ანალიტიკური პროგრამების და მსგავსი სახის ეკონომიკური შეთავაზებების და მეორე მხრივ ახლად შექმნილი პარტია, როდესაც საკმაოდ ისეთ ამბიციურ გეგმებს ისახავს და არ გააჩნია ეკონომიკური პროგრამა და მხოლოდ დაახლოებით 10-12 დღით ადრე გამოსცემს და აკეთებს განცხადებას საკუთარი ეკონომიკური პროგრამის შესახებ, საკმაოდ ისეთ უცნაურ მოცემულობას ქმნის. უნდა გამოვტყდე, არც მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემამდე არ მოსულა რა ეკონომიკური პროგრამა და ხედვა აქვს კოალიციას ცვლილებებისთვის. ალბათ ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ მას შემდეგ რაც უკვე წარმოადგენენ საკუთარ ხედვას, საკუთარ პროგრამას და სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას, გვექნება შესაძლებლობა უფრო არსებითად ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, მათ ხედვებზე. კი ბატონო, რაც ერთ-ერთი გეთანხმებით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდის ან დროით ფაქტორსაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი როგორც ეკონომისტის გადმოსახედიდან ეკონომიკურ ხედვებზე უნდა იყოს დაყრდნობილი მთლიანი საარჩევნო პროგრამა. შესაბამისად, ჩვენ გვესმის ორივე მხრიდან თუ რაზე ხდება ძირითადი აქცენტირება წინა საარჩევნო პერიოდში, მაგრამ მეორე მხრივ ეკონომიკური პროგრამების არსებობა ან არ არსებობა ან მეორე მხრივ წინა საარჩევნო დაახლოებით 10 დღით ადრე გამოქვეყნება ასევე ცოტა ისეთ უცნაურ მოცემულობას ქმნის. რაც შეეხება რაც გვაქვს, მოდი ამით საკმაოდ სუყე მასალა გვაქვს გაქვთ უბრალოდ სამუშაოდ ეკონომისტებს აი ამ კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში და ახლა მაყურებელს შევახსენებ რომ აი მაგალითად მათი დაპირება არის ერთ-ერთი პირველი რომ ევროკავშირის პასპორტი 14 მილიარდიანი ევროპული მხარდაჭერა ქვეყნის აღმშენებლობისთვის შემოსავლების ვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ რაც შეეხება კონკრეტულად მოსახლეობის შემოსავლების
საშუალებების ზრდას. აი ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს კოალიცია გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩევლს პირდება სტაბილურ სამუშაო ადგილებს, სადაც საშუალო ხელფასი იქნება 3500 ლარი, ხოლო მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი. როდესაც გაანალიზეთ, მითხარით, რამდენად რეალისტურია, რომ საშუალო ხელფასი და რა დროში ჩვენს ქვეყანაში გახდეს 3500 ლარი. სტატისტიკურად გახდეს თუ რეალურად გახდეს, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი კამათია ხოლმე. სტატისტიკურად ჩვენთან 1500 ლარი საშუალო ხელფასი დაახლოებით, ხო? ახლაც არის თუ მეტია 1900 ლარი, ხო, ახლაც არის საშუალო ხელფასი, მაგრამ აქვე ისმის ხოლმე შეკითხვა, რომ რამდენად ასახავს ეს არსებულ რეალობას, იმიტომ რომ საშუალო ხელფასი გამოითვლება, ასე ვთქვათ, ყველაზე მინიმალურ და მაქსიმალურ ხელფასს შორის სხვაობით. დიახ. კი ბატონო, აქ ყოველთვის არის დავა პირველი საშუალო რომელი უფრო ესე ვთქვათ სწორ შედეგს მოგცემს საშუალო თუ მედიანური ხელფასის გამოქვეყნება და მოგეხსენებათ რომ მედიანური ხელფასი საქართველოში 30%-ით ნაკლებია ვიდრე საშუალო ხელფასი, ესეც უბრალოდ ხაზგასმისთვის. რაც შეეხება ხა ნაციონალურ მოძრაობის 3500 ლარიან დაპირებას, მოგეხსენებათ როგორც უკვე აღვნიშნეთ 1900 ლარია დღეს საშუალო ხელფასი, ყველაზე მაღალი მატება 2016 წელს დაფიქსირდა რა დროსაც 17%-იანი მატება იყო საშუალო ხელფასის ზრდის კუთხით, თუმცა საშუალო დინამიკას ჩვენ თუ გადავხედავ დაახლოებით 2010 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, დავინახავთ რომ 8% არის ის საშუალო ზრდის დინამიკა, რომელიც საშუალო ხელფასის დასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად 8%-იან მაჩვენებელში ჩვენ მივედით დასკვნამდე რომ დაახლოებით 9 წელიწადი დასჭირდება ნაციონალურ მოძრაობას აღნიშნული მიზნის მისაღწევად საშუალო ზრდას თუ ავიღებთ. მინიმალური ზრდა, რომელიც 4% იყო, ნუ ეგ კიდევ უფრო მეტ დროზე განაწილდება და ყველაზე ოპტიმალურ შემთხვევაში, აი ყველაზე კარგი ზრდა რომ ავიღოთ და ის 17%-იანი ნიშნული რომ გავსაზღვროთ, არის 3.9-4 წელიწადი იმის მისაღწევად, რომ 3500 ლარამდე გაიზარდოს საშუალო ხელფასი საქართველოში. რაც შეეხება მინიმალურ ხელფასს, აქ 1500 ლარი აქ გამოყოფილი და შესაბამისად 1500 ლარი მინიმალური ხელფასი ეს მარტივი დათვლის მეთოდოლოგიით აქვთ გამოყენებული, რადგან OECD-ის სტანდარტით 40-დან 60%-მდე უნდა მერყეოდეს მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასთან შედარებით. შესაბამისად, აქ ადეკვატურად არის გამოთვლილი მინიმალური ხელფასი, რომელიც საშუალო ხელფასიდან არის გამოყვანილი. თუმცა, საშუალო ხელფასის ზრდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უпроსტად კონკრეტული პარტია საუბრობს, რომ 3500 ლარამდე გაიზრდება და რეალური ციფრებით ჩვენ გვაქვს იმის მონახაზი და ფაქტები, რომ მინიმუმ 3.9 წელიწადი დასჭირდება ამ აღნიშნული ზრდის მიღწევას, ეს საკმაოდ თანაც ერთი უნდა გავითვალისწინოთ, ახლა ამის შეხსენება, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ მოსახლეობას და ამომრჩევლს არ ჭირდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იგულისხმება მხოლოდ საჯარო სექტორი, სადაც მაგალითად შეუძლია ხელისუფლებას მიიღოს გადაწყვეტილება და ბიუჯეტის პარამეტრებიდან გამომდინარე, სადღაც შეამციროს, სადღაც გაზარდოს ხელფასი და შესაძლებელია საშუალო არა 3500 გახადოს, არამედ გაცილებით უფრო მეტი. აქ საუბარია კერძო სექტორზე, სადაც ასე პირდაპირ ჩარევას ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებებით ვერ მოახდენს, ანუ შესაბამისად კერძო სექტორს ქვეყნის ეკონომიკურმა განვითარებამ და მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა თავად უნდა უბიძგოს იმისათვის, რომ საშუალო ხელფასი გაზარდოს სწორედ 3500 ლარამდე. თუმცა გადავიდეთ ახლა სხვა საკითხზე, იქ სადაც სახელმწიფოს და ხელისუფლების როლი უფრო ასე ვთქვათ დიდია, ხო? ანუ საუბარია იმაზე, რომ მაგალითად 300 ლარიანი საბაზისო დანამატი სოფლად მცხოვრებთა და დევნილებისთვის, გარანტირებული საპენსიო დანაზოგი ემიგრანტებისთვის, მიხეილ სააკაშვილის ფონდი 1 მილიარდი ევრო ემიგრანტების დასაბრუნებლად. აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს აბა საქმე რომ გითხრათ? რაც შეეხება ანუ საბაზისო დანამატს და ასევე ფონდთან დაკავშირებულ საკითხს და ზოგადად თითოეულ ხუთივე პრიორიტეტს, ხუთიდან სამს აქვს ეკონომიკასთან, ესე თქვათ, ანუ პირდაპირი კავშირი, საკმაოდ დიდ ბუნდოვანებას იწვევს და აჩენს
მიღწევადობის თვალსაზრისით, ანუ რომელ ეკონომიკურ ინდიკატორებზე არის დაფუძნებული აღნიშნული მსჯელობა და თუ საარჩევნო დაპირება. ამასთან ერთად საბაზისო დანამატზე, როდესაც არის საუბარი, რომელიც დაახლოებით 9 მილიარდი ლარის დანამატზე არის, 9 მილიარდი ლარი უნდა გამოიყოს იმისათვის, რომ შესრულდეს აღნიშნული დაპირება. საიდან ხდება აღნიშნული 9 მილიარდი ლარის მობილიზება კონკრეტულად, ანუ დაუშვათ რომელიმე მიმართულებას აკლებენ, იქიდან იღებენ, თუ მაგალითად ახალ ინვესტიციებს იზრდავენ და ეკონომიკის რომ იყოს ახლა ამ კოალიციის წარმომადგენელი ერთ-ერთ ასე ვთქვათ წყაროდ თანხის მოზიდვისა გეტყოდათ რომ ქვეყანაში კორუფციაა გამეფებული, ჩვენ დამამარცხებთ ამ კორუფციას და კორუფციიდან გამოთავისუფლებული თანხებით შევძლებთ მაგალითად სოფლად მცხოვრებ ყველა ადამიანს, ძალიან ბუნდოვანი და ზოგადი ახლა სოფლად მცხოვრები ყველა ადამიანი მიიღებს 300 ლარიან დანამატს და დაპირების მიხედვით დიახ, ეგეთი დაპირება არის, თუმცა ანუ კორუფციისგან გამოთავისუფლებას და მსგავს ზოგადად პოლიტიკოსებს ჩვევიათ და რა თქმა უნდა საარჩევნო დაპირებებშიც გარკვეულწილად კონვერტირდება ეს მაღალფარდოვანი, ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმა, რომელიც აი მაგალითად კორუფციისგან გათავისუფლება როგორ ხდება, ანუ სად არის ეს კორუფცია კონკრეტულად, აი კონკრეტიკა არსად არიძებნება ჩვენს საარჩევნო პროგრამებში, რომელიც ჯერჯერობით არის და ახლა რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ამასთან მეორე ახსენეთ ფონდი, რომელიც უკავშირდება 1 მილიარდი ევროს მეშვეობით, უნდა დააბრუნოს ფონდმა ემიგრანტები საქართველოში, კონკრეტულად ამ 1 მილიარდი ევროს საპენსიო დანაზოგი უნდა შეიქმნას თითქოს ქვეყანაში. დაახლოებით 250,000 ემიგრანტი გვყავს ჩვენ ოფიციალურად, რომელიც 2023 წელს წავიდა მხოლოდ საქართველოდან. თუმცა ჩვენ რეალისტები რო ვიყოთ, ვიცით რა რაოდენობასთან გვაქვს საქმე. ხომ ეს არ არის 250,000 ემიგრანტი, ეს არის გაცილებით დიდი რიცხვი ჩვენი ემიგრანტების. შესაბამისად, მხოლოდ 250,000 ადამიანზე რომ ვისაუბროთ, 1 მილიარდი პირდაპირ გადანაწილებით რომ გადავანაწილოთ, არის 4,000 евро. ერთ ემიგრანტზე მაგალითად. შესაბამისად, როგორ შეიძლება მაგალითად 1 მილიარდი евро ან 4,000 евро მეორე მხრივ იქცეს იმის მამოტივირებელ საგნად, რომ ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდნენ, ან მეორე მხრივ თანხის გადანაწილების შემთხვევაშიც კი რა გარანტიას ქმნის კონკრეტული პარტია, რომ ემიგრანტი დაბრუნდება საქართველოში, რაც კონკრეტულად იმ დაპირებულ თანხას მიიღებს და ისევ არ დაწავა საქართველოს. ანუ მდგრადობის კუთხით აქაც თუ ჩვენ და კონკრეტულად პარტიებმა არ იფიქრეს, რომ დაბრუნების შემთხვევაში რა მდგრად მექანიზმებს შესთავაზებენ, არა ის, რომ მაგალითად 4,000 ევროს მაგალითად პენსიას შესთავაზებენ და ამით ემიგრანტები ძალიან ისეთი გახარებულები დაბრუნდებიან საქართველოში, ეს საკმაოდ ისეთი უტოპიური საკითხია. გურამ, ცოტა დრო გრჩება და გადავიდეთ პენსიების ნაწილზე და აქვე მინდა ჩამოგართვათ პირობა, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაწილი, წინ როგორც ჩანს გველოდება კოალიცია ძლიერი საქართველოს და გახარიას პარტიის ეკონომიკური დაპირებების ძალიან საინტერესო ანალიზი და ქართული ოცნებაც არ უნდა დაგვამწეს, იქაც ძალიან საინტერესო დაპირებებმა გაიჟღერა. არჩევნებამდე ჩვენ კიდევ ორი გადაცემა გვექნება, გადაცემა საქმე და მე ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეძლებთ, მას შემდეგ რაც ეს ორი ნაწილიც გექნებათ, მომავალ კვირას კიდევ გვესტუმროთ და თქვენი დახმარებით ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს და ამომრჩევლოს აი ამ ხმამაღალ საარჩევნო დაპირებებში, სად არის ასე ვთქვათ მითი დამალული სადიმარლება, მითი შეუსრულებელი დაპირება და სად ნამდვილად რეალისტურია ამ ყველაფრის განხორციელება გონივრულ ვადებში. პენსიების საკითხზე უნდა გადავიდე. მოკლედ ისევ ამ კოალიციას თუ დაუბრუნდებით და მათ წინა საარჩევნო პროგრამას, ისინი ყველა პენსიონერს საპენსიო სესხების ჩამოწერას პირდებიან 2024 წლის 1 დეკემბერს, ყველა პენსიონერს პირდებიან 1000 ლარიან პენსიას, არა მხოლოდ პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ომის ვეტერანებს, პირდებიან პენსიონერებს მედიკამენტების სუბსიდირებას, თუმცა ამ მხრივ გარკვეული პროგრამები გვაქვს. მოკლედ, აი ამ დაპირებების შესახებ გითხარით, რამდენად მიღწევადია ამ ყველაფრის შესრულება. კი ბატონო, პირველი რომ დავიწყოთ პენსიების 1000 ლარამდე ზრდის დაპირებას რომ შევეხოთ.
რა თქმა უნდა, აღნიშნული დაპირებაც განეკუთვნება იმ წინადაპირებების კატეგორიას, სადაც მიღწევადობის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნები არის. კერძოდ პირველი, როდესაც კონკრეტული პარტია გასცემს დაპირებას, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სავალუტო ფონდის რეკომენდაციით რამოდენიმე წელი არის, რაც პენსიების ინდექსაციის კანონი მოქმედებს საქართველოში შესაბამისად, გამიჯნული არის 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ პენსიების გაცემის, ესე ვთქვათ, რაოდენობა. შესაბამისად, პირველი, ანუ 1000 ლარიან ნიშნულზე რომ ვიმსჯელოთ, საკმაოდ არარეალისტური არის და ძალიან დიდი დრო დასჭირდება ნაციონალურ მოძრაობას, რომ ეს დაპირება შეასრულოს და არა 4 წელიწადი. იმიტომ რომ ეკონომიკური პარამეტრები და ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში არსებობს, კონკრეტულ პარამეტრებზე მაგხამე საუბარი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 1000 ლარამდე შესაძლებელი არის პენსიების და ამასთან ერთიან ჩარჩოში მოქცევა პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების და ომის ვეტერანების, ესეც არასწორ ეკონომიკურ, ესე ვთქვათ, დაპირებას წარმოადგენს, იმიტომ რომ აუცილებლად დიფერენცირებული უნდა იყოს ეს, ესე ვთქვათ, სამი კატეგორია დიახ ერთმანეთისგან. ასევე შევეხები პენსიების სესხების ჩამოწერის საგელს 150,000 ადამიანი არის, 150,000 პენსიონერი არის, რომელთაც 9 მილიარდი ლარი არის, სრული მოცულობა 9 მილიარდ ლარს შეადგენს დაახლოებით 9 მილიარდ ლარამდე არის. შესაბამისად, აი ეს პენსიების ჩამოწერის საკითხიც ასევე წინასაარჩევნო მე როგორც ეკონომისტისთვის შევაფასებდი როგორც წინასაარჩევნო, ესე ვთქვათ, ანუ მანიპულირების საგანს, რადგან პენსიების ერთჯერადი ჩამოწერა პირველი, რა თქმა უნდა, გამოიწვევს სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიერ საკმაოდ საფუძვლიან პროტესტს, მინიმუმ სოციალურ დაუცველი ადამიანების და ასე შემდგომ, ვისაც ასევე გააჩნიათ სხვადასხვა სახის სესხები და მეორე ერთჯერადი ჩამოწერა არ გადაჭრის არანაირ პრობლემას, იმით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს ძალიან მაღალი განაკვეთი საპენსიო სესხებთან მიმართებაში. შესაბამისად, აქაც კარგი იქნებოდა, რომ მეტად უფრო მდგრადი გეგმა შემოეთავაზებინათ და არ ყოფილიყო ეს ერთჯერადი. ან რის ხარჯზე აპირებენ ამ სესხების ჩამოწერას? 9 მილიარდი ლარი უნდა, იმიტომ რომ კერძო სექტორის ვალია, ხო? ეს ან კერძო სექტორს უნდა აიძულო, რომ ეს ამ თანხაზე უარი თქვას ნებაყოფლობით, ან ეს თანხა ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადო, ბიუჯეტიდან, რომელიც ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფულით ივსება, ხო? წესით და რიგით ბიუჯეტიდან გადახდა იგულისხმება და მეორე მხრივ სარგებელი, ანუ ეს 9 მილიონი ლარი რომ ვახსენე, ეს მოიცავს იმ საპროცენტო სარგებელს, რომელიც ბანკმა უნდა მიიღოს. ანუ აქ გარკვეული ბალანსის დანახვა შესაძლებელია, რომ კერძო სექტორის ინტერესი არ დაზარალდეს, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორ უნდა მოხდეს ამ თანხის გამოყოფა, ეს საკმაოდ დიდი აი სხვათაშორის ერთ-ერთ ნაწილში, ასე ვთქვათ, მეხუთე ნაწილში, სადაც ეს კოალიცია ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობა საუბრობს ფასების მაფიის დასრულებაზე, არის საბანკო საპროცენტო განაკვეთებზეც საუბარი. მოკლედ, ისინი აპირებენ მონოპოლიების დასრულებას ყველა სფეროში და საბანკო პროცენტების განახევრებას, სახელმწიფო ადმინისტრაციულ მომსახურებაზე ფასებისა და არსებული ჯარიმების განახევრებას. მე მგონი ჩამოწერასაც აპირებენ, როგორც ჩემთან თქვეს, გარკვეული ჯარიმების ჩამოწერა იგულისხმება, გარკვეული განახევრება და მეტი ქართული წარმოება საწარმო ყველა რეგიონში 1 მილიარდიანი ევროკავშირის სუბსიდია სოფლის მეურნეობისთვის. აი, ასე ხედავენ ისინი ფასების მაფიის დასრულებას და ზოგადად საფასო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გაჯანსაღებას ქვეყანაში. კი ბატონო, ცოტა ისეთ თრილერში რო არ შევიდეთ ახლა და რეალისტურ ეკონომიკურ დაპირებებს რომ შევეხოთ, ახლა ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი არის როგორ ხდება. თუ კონკრეტული გეგმა იქნება ამ ყველაფრის შესახებ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ყველა მიესალმება მსგავს ინიციატივას. რატომაც არა, მაგრამ რა კონკრეტულად რა გეგმა არსებობს ამის მისაღწევად, ეს ბადებს, ვიცი, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და თუ მეორე მხრივ მსგავსი დაპირების გაცემა ხდება, კარგი იქნებოდა, რომ ამ
ყველაფრის შესრულების კონკრეტული ინდიკატორებიც იყოს წამოწეული. მაგრამ ერთი ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო მან, როდესაც სახელმწიფო რესურსებზე არის საუბარი, იყო პენსიონერების გარდა იყო მასწავლებლების საკითხი და იყო სტუდენტების საკითხი, სადაც ასევე პენსიონერების და 2500 ლარამდე ხელფასის 2500 ლარამდე გაზრდა იყო ნავარაუდები და ამასთან ბინებით და სხვადასხვა ვიცი ბინებით ერთ სუბსიდირების საკითხი ამასთან სტუდენტების საკითხის ანალოგიურად ერთიან სისტემაში იყო მოაზრებული, რაც ასევე მოიაზრებდა იმას, რომ სუბსიდირება, საერთო საცხოვრებლების აშენება და ბევრი სხვა საკითხს ეხებოდა, რომელიც ასევე საკმაოდ არარეალისტური არის იმ ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და GeoCase აი ამ ძალიან საინტერესო ეკონომიკური ანალიზისთვის, საარჩევნო პროგრამების ველოდებით დანარჩენი ნაწილების გამოქვეყნებასაც და თქვენს სტუმრობას. გურამ ბააკაშვილი, GeoCase-ის ეკონომიკური მიმართულების მკვლევარი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში